მოგესალმებით, გიბრუნდებით ისევ მობილური აპლიკაციების საიტით MIT App Inventory-ით. დიდი ხანია არ ჩაგვიწერია ვიდეო ამ მიმართულებით. თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში არც ვმუშაობდი ამ პროგრამაში, იყო სერიოზული სირთულეები თვითონ დეველოპერის გვერდთან დაკავშირებით, რომ ჩემი იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, შემდეგ მის სამართით მოხდა იდენტიფიცირება და აღდგა ჩემი აპლიკაციები, მაგრამ ზოგადად აი რაღაც ძალიან რთული და არა მამოტივირებელი საქმე აღმოჩნდა, რადგან ესე იგი რეკლამებიც დამატებული მქონდა, უბრალოდ მე არ მიყვარს თვითონ ეს შემაწუხებელი ამოვარდნილი რეკლამები და ამიტომ მხოლოდ ბანერები მაქვს ყველა აპლიკაციაში განთავსებული. ამ ბანერებს კი ძალიან დაბალი შემოსავალი მოაქვს, აი 2 ევრო და 8 ცენტი გვაქვს ეხლა მთელი ამ 2 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ამ აპლიკაციებით შეგროვებული. არა და ყავს და მაინც მომხმარებლები ხარ, რა თქმა უნდა, იმ მასშტაბის მომხმარებლები ჩვენს აპლიკაციებს აყავს, როგორც დავუშვათ სერიოზულ აპლიკაციებს უფრო. მაგრამ ნუ არსებობს მაინც შანსი, რომ ამ ბაზაზე შეიქმნას ისეთი აპლიკაცია, რომელიც ბევრ მომხმარებელს მოეწონება და გამოიყენებს. სიახლე გვაქვს ასეთი აქ რომ დაემატა iPhone-ის ანუ რა დაემატა იცით ზუსტად აი როდესაც ვაკავშირებთ კი დაემატა ვიცოდი წინაზე და ეხლა რაღაცა ვერ ვხედავ სპეციალურად iPhone-ისთვის ცალკე დაკავშირება ხდება მგონი Build-ში ისევ APK და AB ფაილებია, რომელიც Android ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი და რაღაცა სერიოზული სიახლე იყო iPhone-ებთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც ამ აპლიკაციას ვაკავშირებთ ხოლმე ტელეფონთან, ყოველთვის Android-ზე უკეთესად მუშაობს და მე მგონი იქ დაამატეს და ეხლა რაღაცა არ მეჩვენებს, შეიძლება ამ წუთასაც ეს არის ისე მუშავდება ეს პროცესი. ხო, ესე ვაკავშირებთ ხოლმე მობილურ ტელეფონს და ეხლა Chromebook-ზე დავაყენებ. არ ვიცი თუ გამოჩნდება თქვენთან, იმიტომ რომ ეს თაბი მაქვს კონკრეტული გაზიარებული და როგორ მუშაობს ეს რომ ნახოთ. აქ შეგვიძლია ესე გრა აპლიკაცია დავიწყე. ეს არის ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლი მობილური აპლიკაცია და ჯერჯერობით ფრაზების ხილაკი არ მუშაობს, სიტყვები, ფოტოებით ეს მუშაობს. გადავდივართ ამ ხილაკით და ალის შესახებ პირველი სიტყვა ჩნდება, როგორ იწერება, როგორ გამოითქმის ამაზეა, შემდეგ არის სიტყვა ბელი, მოდი აქ ვნახოთ დიზაინის ნაწილში და ფოტო კარგად არ ჩანს. თქვენ სავარაუდოდ იმ გაზიარებულ ფანჯარას ვერ ხედავთ და ამიტომ გეუბნებით. მე ცოტა სხვანაირად გაგიზიარებთ ამ აპლიკაციას და გოგოს ნაწილი გვაქვს ძალიან გასალამაზებელი, იმიტომ რომ აქ საერთოდ არ გვაქვს ის ხილაკები, რომლებიც გვაქვს აი აქ დავუშვათ მეორე და პირველ ფოტოებზე. აქაც ახლა D-ზე გვინდა აუცილებლად რომ დავამატოთ, აი მეოთხე ეს არის დედა. დედაზე არის ეს ყველაფერი დამატებული და მე უკვე E-ზე უნდა გავაკეთოთ. E-ზე რა სიტყვას გავაკეთებ, არ ვიცი, ალბათ ენას გავაკეთებ. თუმცა ენაზე ფოტო ცოტა ისეთი იქნება. ყოველ შემთხვევაში ახლა მე ავიღებ ახალ სკრინს, როგორც ვაკეთებდით ხოლმე და დავარქმევ ახალ სახელს, ანუ მეხუთე რომ იყოს. მე მეოთხე სკრინიდან ავიღებ ყველაფერს და გადმოვაკოპირებ. და მოდი მოვიფიქროთ E-ზე სიტყვა, რომელიც იქნება მოკლე. ენა საკმაოდ მოკლეა და ანუ ადვილია წარმოსათქმელად, მაგრამ შეიძლება ჯობდეს რაღაცა სხვა, იმიტომ რომ ფოტოები ცოტა უფრო სერიოზული რო გქონდეს. ეკალი არ მინდა. ეკლესია ცოტა დიდი სიტყვა არის. რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ აბა? არ მიფიქრე ამ სიტყვაზე, მოდი მაინც ახალ სკრინს დავამატებ კიდევ.
ამ სკრინის სახელს დავაკოპირებ ჯერჯერობით. ენოტი რაღაცა ისეთი ცხოველიც რო დავამატო, ხო უნდა ცნობდეს კიდეც ბავშვიც. ეხა ენოტის ცნობა მეც მიჭირს ზოგჯერ. ამიტომ ჯობია ჯერჯერობით ეს დავტოვებ ღიად და მოვიფიქრებ რაიმე კარგ სიტყვას ეზე. ეხლა ესეც მე-6-ე უკვე ვ-ზე. ვ-ზე მოდი ვარდი იყოს. ეხლა როგორ ვცვლით? აი ესე უბრალოდ აქ ვ შუალედებს ვაკეთებ, რომ ბავშვებმაც კარგად გამოთქვან და დააკვირდნენ ასო ბგერებს. ვარდი, ეხლა ინტერნეტში უნდა ვიპოვო ვარდის ფოტო. არ ვიცი თქვენთან თუ ჩანს. ჩვეულებრივი ვარდის ფოტო რო ავიღოთ. აი ესეთი იყოს ვარდი. ამასაც რაღაცა ლოგო. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ვიღაცის საავტორო უფლებები არ დავარღვიოთ, დავიცვათ ყველა საავტორო უფლებები და ისე შევარჩიოთ მასალები ჩვენი აპლიკაციისთვის, იმიტომ რომ მე ეს მოგვიბრუნდება ძალიან ცუდად. შეიძლება გვიჩივლონ ან რაღაცა დაგვიშაონ, ამიტომ რა ვიცი, კანვადან ვიღებ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ კანვაზე მაქვს მე მასწავლებლის პროფილი. ნუ უკვე შესაძლებელია რომ გამოიყენო, როდესაც მასწავლებლის პროფილი გაქვს. აბა ერთი ვნახოთ, აი ვარდი გამოჩნდა უკვე აქაც. და მე ვადებ ამათ ხმას, რომ ბავშვებმა წაიკითხონ. მოისმინონ ჯერ, დააკვირდნენ ასო ბგერებს, ან 5 ასო ბგერაზე მეტი არ მინდა რომ იყოს რომელიმე ასო. ალი ძალიან კარგია, ბელიც კარგია, გოგო თან მარტივია, იმიტომ რომ 4 ასო ბგერისგან შედგება. დედა ეზო ხომ არ გავაკეთოთ, უბრალოდ ეზოც ისეთი დასახატია. ვარდი. კარგით, მოკეთ, მე გავაგრძელებ შემდეგში ასეთი ვიდეოების გადაღებას. ეხლა მე თვითონაც მაინტერესებს როგორ ჩანდა. ალბათ ის გაზიარებული ფაილი, რომელიც Chromebook-ში აქ მაქვს, ეგ სავარაუდოდ თქვენთან არ ჩანდა. ჩემთვის უფრო мотиваცია არის ის, რომ დავუშვათ ვიდეოსაც რო ვდებ და თუ კომენტარები იწერება ხოლმე, მე უფრო ვაგრძელებ ხოლმე მუშაობას. ზოგჯერ მგონი რაღაცას რო ვაკეთებ, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი მოხარებელი არც აპლიკაციებს აქვს. ამ app inventory-ის ვიდეოებს შედარებით აქვს ნახვები, იმიტომ რომ უკვე 2 წელია გავიდა რაც ამ ვიდეოებს ვდებ და ხალხმა უბრალოდ დაძებნა 2 წლის განმავლობაში, მაგრამ არც ეს არ არის დიდი ისეთი შედეგი, სასურველი შედეგი ჩემთვის. და თუ 1000-ში ერთხელ ვიღაც გამოჩნდება და რაღაცას მკითხავს, მეც სიამოვნებით ვაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით და ალბათ ვიღაცას ვეხმარები კიდეც. ამიტომ ძალიან გამიხარდება თქვენი უკავშირი. და თუ პირველად უყურებთ ამ ვიდეოს, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონეთ ხოლმე ვიდეოებიც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ.